გახმაურებული საქმის თითქმის 2 წლიანი გამოძიება დასრულებულად ცხადდება. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით ეროსი კიწმარიშვილმა 2014 წლის 15 ივლისს თავი ფინანსური პრობლემების გამო მოიკლა. დასახელებულ მთავარ მტკიცებულებებს შორის არის სროლის ტრაექტორია და სისხლის შეფების განლაგება. ქვეყნდება ვიდეო მასალაც, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს ასახავს. ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდა დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელიც გარდაცვალების ადგილზე მეორე პირის ყოფნას გამორიცხავს, თუმცა კიწმარიშვილის ოჯახის წევრები ოფიციალურ საგამოძიებო ვერსიას არ ეთანხმებიან და პრესკონფერენციისთვის ემზადებიან. მათ არგუმენტებსა და კითხვებს თამარ გოგესაშვილი გაგვაცნობს რამდენიმე წამში. შეფასებები კეთდება პოლიტიკურ წრეებშიც, რატი ხვისტანი ემზადება პირდაპირი ჩართვისთვის. მანამდე კი თამარ გოგესაშვილი, თამარ უფრო კონკრეტულად რომ გითხრა, რა არგუმენტების საფუძველზე გამორიცხავს ოჯახი ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას. ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ამ არგუმენტების დასახელებას გეგმავს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ადვოკატმა განაცხადა, რომ აქვს კითხვები საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ასევე ეროსი კიწმარიშვილის ძმამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ინფორმირებული იყო და გარკვეულწილად მონაწილეობდა გამოძიების მიმდინარეობაში, იყო საკითხები, რომელიც კიწმარიშვილების მტკიცებით გამოძიებამ არ გაითვალისწინა. შემთხვევის ადგილის სურათი ცალსახად გამორიცხავს სროლის დროს სხვა პირის ყოფნას მანქანაში ან მანქანასთან. ორწლიანი გამოძიების მასალები 25 ტომიან საქმეში მოექცა და დაიხურა. 600-მდე მოწმის დაკითხვის ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების, აღმოჩენილი დენთის კვლების, გაშიფრული ვიდეო ჩანაწერების, სროლის ტრაექტორიის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის, სალონში სისხლის შეფების, შესწავლისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ პროკურატურამ დაადგინა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ყველა ექსპერტმა ერთხმად გამორიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება. ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს. მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. შოთაძის უწყებამ დაასახელა თვითმკვლელობის მოტივიც. დადგენილი ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს ჰქონდა ბანკების, ორგანიზაციების და კერძო პირების დავალიანება. კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ არსებული მატერიალური პრობლემების გამო მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება. ამ შინაარსის ჩანაწერების არსებობის შესახებ დღეს შეიტყო ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. ოჯახი უკმაყოფილოა გამოძიების შედეგებით და მკვლელობის მუხლით კვალიფიცირებული საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. მიუღებელია ყველა ეს არგუმენტი, რომელიც პროკურატურამ გამოიყენა ამ ვერსიის გასამაგერებლად. მტკიცედ გვაქვს მოსაზრება, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და რომ საქმე შესაძლებელია დღეს დაიხურა, მაგრამ გამოძიებული არ არის. იყო ესეთი საკითხები, რომელსაც ჩვენ ვსვამდით და რომელსაც გამოძიება სხვადასხვა ეტაპზე არ ითვალისწინებდა. კიწმარიშვილის ოჯახისთვის მიუღებელია გამოძიების მიერ გაჟღერებული მოტივიც. ფინანსური პრობლემების გამო თვითმკვლელობას გამორიცხავს კიწმარიშვილის მეგობარი ბადრი ნანეტაშვილი, რომელსაც კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ესეც ყურით მოთრეულია, არ ვეთანხმები, არ ვიზიარებ და თუ ვინმე იზიარებს, მის ინდისე იყოს. გადასახდელი საშუალება უამრავი ჰქონდა და მილიონების ქონება ჰქონდა და რატო უნდა მოიკლას ადამიანმა მაგ დროს თავი. გამოძიებასთან კითხვები აქვს კიწმარიშვილების ადვოკატს. ის მკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას პრესკონფერენციაზე გააჟღერებს. შეფასებული არ არის ყველა ის სამართლებრივი ნიუანსი, არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ დგას. განსხვავებით ოჯახისგან პროკურატურის ოფიციალურ ვერსიას იზიარებს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებში სწორედ ოჯახის მოთხოვნით მონაწილეობდა. მეორე პირის სალონში ყოფნა ჩვენ გამოვრიცხეთ ამ ექსპერიმენტით. მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ იმ ექსპერიმენტის მონაცემებთან არც ერთი ობიექტური მტკიცებულება, ანუ არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობაში არ მოდის. თბილისის პროკურორთან მიხეილ შაყულაშვილთან შეხვედრის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილის ძმას იმედი აქვს, რომ საქმეზე გამოძიება გაგრძელდება. უფრო კონკრეტულად რა კითხვები და გეგმები აქვს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს, სავარაუდოდ ხვალ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. მადლობთ თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.